ქართული ოცნება წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მერობის კანდიდატებს წარადგენს რეგიონებში. ბათუმის მერობის კანდიდატი წარუდგინა ადგილობრივად სულხან თამაზაშვილმა. აღინიშნა, რომ გიორგი სინცაძე ჩართული იყო აჭარის რეგიონის განვითარების სტრატეგიის შექმნაში. მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. გიორგი არის ღირსეული ადამიანი, კეთილსინდისიერებით და პროფესიონალიზმით გამოირჩევა და დარწმუნებული ვარ, ის მაქსიმუმს გააკეთებს თავის ქალაქის განვითარებისთვის. მომდევნო დღეებში გვექნება ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, ხულოს, შუახევის მუნიციპალიტეტებში კანდიდატების წარდგენა. მადლობა მინდა უთხრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ბატონ სულხან თამაზაშვილს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის. ვიყო ბათუმის ჩემი მშობლიური ქალაქის მერი, ჩემთვის დიდი პატივია. წინ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველის, სადაც დამაჯერებლად უნდა გავიმარჯვოთ, რათა უფრო წარმატებული გავხადოთ ჩვენი ქალაქი.